იყო და არა იყო. იყო ერთი სამეფო, სადაც სიკეთე, სიყვარული, ნიჭიერება და მხიარულება მეფობდა. ხო და ხო ვიცით რომ ყველა კარგი ზღაპარი აუცილებლად ჯადოსნური მუსიკით იწყება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჩვენ სამეფოს მუსიკოსები სჭირდება. ძალიან გთხოვთ, შეეგებეთ დრამსკულის მოსიარულე დრამერები. შესანიშნავი გადასარევი ამბავი არის. დედა როგორ მომეწონეთ უკვე. იცი რა არის, ჩემთან დასხედით, მაგრამ მოიცათ, მან სპეციალურად ადგილი არის და შეგიძლიათ თქვენი დრამები დაალაგოთ. აბა, დაალაგეთ. მოგძანდით. დაბძანდით. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. გასწორდით წელში? შესანიშნავი. აბა, გაიღიმით. გადასარევი ამბავი. მოკლედ დავიბენი სიხარულისგან რა. ესე იგი, ვასილი? საბა არევაძე. საბა არევაძე. ვასილი? დავით ძირტკბილაშვილი. ძირტკბილაშვილი. ვასილი? გიორგი ძირტკბილაშვილი. ძმები ხართ? დიახ. გასაგებია? ვასილი? ალექსი დანელიანი. დემე კესარელი. ვასიკო? გიორგი ცეცაძე. ვასიკო. სასიამოვნოა, აპლოდისმენტები. შესანიშნავი საყურებელი და მოსასმენი იყო, დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით, ხომ მართალია? და განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ჯანს უხკახიძის ეს მარში შეასრულეთ, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა სხვადასხვა. აპლოდისმენტები. კარგი. თქვენ ხართ მოსიარულე დრამერები, ხო? დიახ. სწავლობთ სადმე? კი. სად სწავლობთ? დრამსკულში. მე რა მაინტერესებს, თქვენ რამდენად პროფესიონალები ხართ? სადმე კონცერტი გქონიათ თქვენ? დიახ. სად? მაგალითად ახალ წლებზე გავდივართ ხოლმე დეკემბრის 14 რიცხვიდან იანვრის 15-მდე და ქვეყნის მხარეებში დავდივართ. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში დადიხართ და გაქვთ კონცერტები? კი, დიახ. დედა რა კარგი არის, მომწონს. სკოლაში როგორ სწავლობთ ის მითხარით? 10-ზე. კარგად სწავლობთ? დიახ. 10-ზე? კი, კარგად რა. კარგი. სპორტზე თუ დადიხართ სადმე? დიახ. აბა? კრივზე. კრივზე? კარგია? ფეხბურთზე. ფეხბურთზე დადის, კიდევ ვინმე სადმე ხომ არ დადიხართ? მე დავდივარ ფრენბურთზე და ფეხბურთზე. ფრენბურთზე და ფეხბურთზე. შესანიშნავია. ესეც მომეწონა, აპლოდისმენტებს იმსახურებს ეს. მოკლედ, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი და მინდა გითხრათ, რომ თქვენ აქ უნდა დარჩეთ. ოღონდ მოიცათ. სანამ დამეთანხმებით, ჯერ საჩუქრები უნდა დაგირიგოთ. თანახმა ხართ? კი. დიახ. ერთი წუთით. ეს თქვენ. მე კი ამასობაში გეტყვით, რომ ეგ ანდანამ გაჩუქათ თქვენ ქართული ზურგჩანთების მწარმოებელმა კომპანიამ. ხოლო შორის ასეთ ბურთებსაც ამზადებენ. შესანიშნავი ამბავია ეს. ქართველი ფეხბურთელების ხელის მოწერებით არის ეს ბურთები, უბრალო ბურთები არ გეგონოთ. ხო მოგწონთ? კი. მოკლედ. რისი თქმა მინდოდა? მე ვარ ამ სამეფოში პატარების მონამორჩილი. თანამდებობა არის ასეთი. თქვენ მინდა რომ იყოთ პატარების სამეფოს მუსიკოსები. დარჩებით ჩემთან? კი. ნამდვილად? კი. კარგით. მაშინ ზედმეტი შესავლის გარეშე 3 2 1 ფაგიო! ეს გახლავთ ფაგების ნაკრები. მადლობა იმისთვის რომ გაციება და ინფექცია არ მოგეკაროთ. არც ერთს პატივცემულებო, დედამ იცის ფაგიო. და რა თქმა უნდა, ვინ მობრძანდება ჩვენთან? ლოკომოკოს ლომი. ესე იგი, პატარების სამეფო, მისი მუსიკოსები, თქვენი მონა მორჩილი ფაგიო და ლოკომოკო მზად ვართ სტუმრების მისაღებად.
მოიცა კაცო, ეს ინსტრუმენტები აქ რატო დამახვედრეს? ვინ მოიტანა ეს, ხო არის? არა. სტუმარი უნდა მოვიდეს კაცო და. ნუ კაი ხო, ესე იყოს, მაგრამ შეკითხვა მაქვს თქვენთან ძვირფასო მუსიკოსებო. აბა ჩამომითვალეთ ქართველი ფეხბურთელები. ყო არა. დავითაშვილი. ქოჩორაშვილი. მიქაუტაც. კი ბატონო. მამარდაშვილი. მამარდაშვილი, კი ბატონო. მინდა გითხრათ, რომ ქართველებს კიდევ ყავდა ძალიან მაგარი ფეხბურთელები საკმაოდ დიდი ხნის წინ. იცოდით ამის შესახებ? დიახ. კი. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სტუმარი, რომელიც მობრძანდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ ფაქტიურად ქართული ფეხბურთის მემატიანეთ. მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის არის. წარმოგიდგენიათ? ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ ლაზარე ავაზაშვილს. მოგესალმებით. დაბრძანდით, მოგეხმაროთ? ხო. კი ბატონო. აი ასე. მოიცა კაცო, ეხლა რა მაინტერესებს იცი? ხო. შენ ხო ეხლა ფეხბურთზე სალაპარაკოდ მოხვედი და მეხანძრე ხარ თუ მუშა ხარ თუ რომელი ხარ გამაგე? მე ხანდო. ხო. მიკროფონი მაქვს. დამანგრებული ამაში ვიტყვი. კი, მაგაში უნდა თქვა ყველაფერი, მაგრამ არც მეხანძრე ხარ და არც მუშა, ხო როგორც მივხვდი? ამის ზედა. მაგის ზედა არ გაქვს. კი ბატონო, გასაგებ. ეგ ხელში რა გიკავია? ცეცხლმაქრი. ცეცხლმაქრია ეს, ხო? ხო, მეხანძრეებისთვის რა თქმა უნდა ცეცხლმაქრი არის საჭირო და ის მეორე რა არის, აი ის? აი საყვირი. საყვირი არის ეგა? აი ერთი რაღაცა მინდა გითხო. აი რო შემოვედი აქ, აი ეს დამხვდა რაღაცა ეს ინსტრუმენტები აქ რო არის და შენი ხო არ არის ესა? იცირეებია ესენი, შეგიძლია ამიხსნა? ხო. მოდი, აბა გეხვეწები დავათვალიეროთ რა არის ამიხსენი ერთი რა. მე ვერ ვერკვევი. ეგ რა არის? დრელი. დრელი ყოფილა ეს. აპლოდისმენტები. კი ბატონო. და ეს რისთვის არის? დრელი რა შვება? ბულღავს კიდეს. ხო, ეგ მინახავს სადღაც. რა არის? შეუგეთდება. სვერლო უკეთდა. ანუ ბურღი, კი ბატონო. ეს რა არის? დრუჟბა. დრუჟბა. ეს უცხო ენაზე იცის ყველაფერი როგორც მივხვდი და ამიტომ მოდი თან ქართულადაც შეიძლება ხან ცოტა გადავაკეთებ ხოლმე. ეს არის ბენზო ხერხი. როგორც მივხვდი. ეს ბალგარკა. ბალგარკა. ეს აკუ. რა არის? ჩაქუჩი არის ესა? კლუჩი, ქანჩის გასაღები. კი ბატონო. ეს პლასკა. ბრტყელტუჩა? პლასკა. ხერხია, კი ბატონო. ეს რა, ჩაფხუტია, ესეთივე. მე მგონი შენი ჯობია, ძალიან ლამაზია ეს, ხო? ეს რა არის? დრელი. მელუმა კისეთი. შენ რო გაქვს ესეთია, კი ბატონო, ესეთ სახში ქონიათ. აპლოდისმენტები. და ესეთებიც გაქვს სახში არ გადამრიო. ანუ პერფორატორი გქონიათ და ეს რა? ბალგარკა და ესეთი. ესენი გაქვთ, ხო? ხო, ესენი მაქვს. კაი, შესანიშნავი აპლოდისმენტები. ესე იგი, რა შემიძლია ვთქვა? მე მგონი ეს განსაკუთრებული მხუხარე ოვაციების ღირსია. რამდენი წლის ხარ მითხარი გამახსენე შენ? 2. მოდი აი აქ დაჯექი შენ ჩემთან. მოდი შენ ეხა როგორ ადამიანად მეჩვენები, იცი? აი რო გიყურებ, მგონია რომ შენ ზოოპარკში წასვლას ელიავაზე წასვლა გირჩევნია მე მგონი რა. რაღაცნაირად გეღიმება შენ, მე მგონი მართლა ასე არის. ელიავაზე ნამყოფი ხარ? სად? ელიავაზე. არა. იქ იცი რამდენი ინსტრუმენტებია? რამდენი? აი, ამდენი მე წაგიყვან შენ და განახებ ყველა ინსტრუმენტს რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე. კარგია. კარგი იქნება შენ თუ ინსტრუმენტები მოგწონს და ვიცი რომ მოგწონს. შალაშინი და ისინი არის. შალაშინიც არის, ელექტროშალაშინი არის, ყველანაირი შალაშინი არის იქ. ბალგარკა და სხვანაირი დრელი. მამის ქონდა ასეთი. ვისა? შეგიძლია. შენ ბალთები რო გაგვიზნი შედო. აი ესეთი და მამას რატო ქონდა ესა? სად მუშაობს მამა? ფედერაციაში. ფედერაციაში, რის ფედერაციაში? მეხანძრეების ფედერაციაშია? არა. აბა? ფეხბურთი. ფეხბურთის ფედერაციაში ყოფილა კაცო. და რას აკეთებს იქა? მამას რა ბარათებია, რეებია?
წითელი და ყვითელი. დედა, რას მეუბნები? ეხა ის არის რაც მე ვიფიქრე? ანუ ვინ არის мама? საჯი. საჯი ყოფილა мама. დედა რა მაგარი და ესე არიგებს მამას უყვითელ ბარათებს და. მე იგებს. კარგი მსაჯია мама? ხო, კარგი იქნება. ეხლა შენ მე იცი რა მითხარი? ვინ უნდა გამოხვიდე? მე ხან ზედა მუშა. იმიტომ ამის ზედა არ მაქვს. მე ხან ზედა მუშა უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ამის ზედა არ აქვს. მიხდით ხო? მოდი იცი რა არის? მათხოვე ეს ზედა არის მეხანძრე, ხო? მომიგინა ეს გავიხადოთ? აჰა, გინდა გეცვას ესა? არა, ხო. აჰა. ისა რა, ესე იმიტომ გაგხადე რომ მაინტერესებდა შიგნით რა გაცვია ზუსტ. ესეთი შესანიშნავი კომბინეზონი არის, კაცო. ძალიან გიხდება ესა. ეს არის მუშის ფორმა, ხო? ხო. ეგ ეხლა შენ მითხარი, მეხანძრეობა უფრო მეტად გინდა თუ მუშობა მაშინ? მუშარ და მეხანძრე. ორივე უნდა. კი ბატონო, შესანიშნავი ამბავი. რა მინდა გკითხოთ? ლექსი ხო არის ეს შენ რამე, ისე მე ზიქა? ვიცი ლექსი. მაგრამ ჭილყვავზეც. ჭილყვავზეც. ხო, ყველა ლექსი ვიცი. ყველა ლექსი იცი? ერთი ლექსი მაინც შეგიძლია რომ წაგვიკითხო? მე საბავშვო ვიცი. საბავშვო ლექსი იცი? ხო, ჭილყვავს. ყოველ დღე გითხრებოდა ჭილყვავს, ბატონო, ჭილყვავი. დედი, დედგვერდში დავიჯექ. იქა ჭილყვავი ვიყავი. დიდო მიფიქრო. ეს გლიხი ბოლოს მომიღებს გითხრებით და შეუთხრა დამშვიდდი ბოლოს ბული იქნება. საოცარი ლექსი იყო, თან რაღაცნაირი ექსპრესიული იყო ძალიან და ძალიან კარგად წაიკითხა ლაზარემ. ერთი კითხვა მაქვს, ეს მხოლოდ ჭილყვავებზე იცით ლექსები თუ რამე სხვა თემებზეც გაქვთ? ხო. აბა რა იცი მითხარი? ძვირა და გჯოებს უხმობდნენ. დაფთა, ფითა და ბუკითა. ახლა ყაყაჩო შემომხვდა. ლამაზი ქალის შუქითა. შემომხვდა, შემომანათა. შინშულები შემომაყალა. ალუჩა ტყემლი შემოსვლა. და გაზაფხული მახალა. უცხო კაცადრომ შემისნო. შეწყვეტა თავი დახალა. საოცარი ლექსი არის. ეს ვისია? ვისი ლექსია ესა? ლადუაზათიანი. კი ბატონო, ასე არის, ესეც ვიცი. პატივცემულო საზოგადოება ლაზარე ჩვენ აქ იმიტომ მოვიწვიეთ რომ მან იცის 1964 წლის თბილისის დინამოს სრული შემადგენლობა ვინ რა პოზიციაზე თამაშობდა და საერთოდ ყველაფერი აბსოლუტურად და მეცაც გეტყვით კარიკატურებსაც კი ცნობს ამ ფეხბურთელების აპლოდისმენტების ღირსია ეს ამბავი. გზად ხარ რაღაცა შეკითხვები რო დაგისვა, მიპასუხებ ვინ იყო? მითხარი, აბა ვინ იყო დინამოს მწვრთნელი მაშინ? გავლინ კაჩანი. აბსოლუტურად მართალია. კარგი. კაპიტანი ვინ იყო მითხარი, აბა? სოთაიამანიც. კი ბატონო. მე რომ მღერი ვარ. შენ რომ რა? შენ რომ მღერი ხარ? ხო. რას მღერი მითხარი შენ? სოთაიამანიძეს. შოთა იამანიძეს სიმღერას მღერი? შოთა იამანიძეზე სიმღერა ყოფილა პატივსემულებო და არ ვიცოდი. რა სიმღერაა? წაიმღერებ? სოთაიამანიძე ეს. შესანიშნავი ექსტრონთათაც სიმღერა გვაქვს. გადასარევი ამბავია. მოდი ეხა იცი რა ვქნათ, კარიკატურები რო ჩავთოთ, იცნობ ვინ რომელი არის? ხო. კი, შეიძლება ჩავთოთ? ხო. კი ბატონო, აპლოდისმენტებით ეხლა გამოჩნდება კარიკატურები, რომელსაც იცნობს ლაზარე. აი აქ უნდა გამოჩნდეს კი. ეს ვინ არის? მიხეილსკი. აპლოდისმენტები. უნდა უთხრა დარბაზში ყოფ ადამიანებსაც და ტელემაყურებელსაც, რომ მან კითხვა არ იცის და ეს წარწერები ვინც ჩვენთვის არის, ბევრისთვის, ვინც ჩვენ არ ვიცით ვინ არის, შესაბამისად თვითონ ვერ წაიკითხავს ზეპირად იცის ფეხბურთელები. ბატონო? გაჩოკი. არ მესმის? გაჩოკი ვერ წამოვიღე. რას მეუბნება ბავშვი? გაჩოკი ვერ წამოვიღე. გარშოკი ვერ წამო. ტუალეტში გინდა მამა? არა. აბა გარშოკი რა გინდოდა? ისე
რო დაგჭირდეს. იმისთვის რომ უბრალოდ იყოს ხო თუ რაღაცა არის. გვაქვს ჩვენ კაცო. გვაქვს ქოთნები გვაქვს ჩვენ. რა ქოთნა? აბა გარშოკი ქოთანია ქართულად და. ხო. ქოთანი ყვავილჩოს. თუ დაგჭირდა ქოთანი მითხარი, კარგი? ქოთანი ყვავილჩოს. ყვავილისთვისაც არის. კი, ყვავილისთვის სალკე ქოთანია, სხვა საქმეებისთვისაც სალკე ქოთანია. მოდით ამაზე ნუ დავწვრილმანდებით ცოტა ხნის განმავლობაში და გადავიდეთ შემდეგ კარიკატურაზე. აბა ვინ არის გამოსახული აქ? მურთას ხურცილა. მურთას ხურცილავა, კი ბატონო. ეს ეხა მითხარი, აქ კედელი რო აქ იქ შუაში რის გამო არის ეგ? ეს ის გამო არის და გავალ კედელი. გაუვალი კედელი, კი ბატონო. შემდეგი ვინ ყავს? შოთა იამანიძე. შოთა იამანიძე, კი ბატონო. კიდე ეს ვინ არის? სლავამეტრეველი. სლავა მეტრეველი ბატონო. აბა შემდეგი ვახტანგ გრეხვიაშვილი. ვახტანგ გრეხვიაშვილი, კი ბატონო. შემდეგი სერგო კოტრიკაძე. სერგო კოტრიკაძე. ეს ვინ არის? გავრილ კაჩალინი. გავრილ კაჩალინი, კი ბატონო. წვრთნელი ადამიანი. გურამ პეტრიაშვილი. გურამ პეტრიაშვილი, კი ბატონო. ეს ავთანდილ ღოღობელი. ავთანდილ ღოღობერიძე, კი ბატონო. კიდე გვეყოლებავი. ეს ვინ არის? ალიოშა კოტრიკაძე. ალიოშა კოტრიკაძე. ეს ვინ არის? ეს არის ბორის სიჭინავა, კი ბატონო. კიდე ვინ ყავს? ილია დათუნაშვილი. ილია დათუნაშვილი, აბსოლუტურად მართალია. რას ეძახდნენ ამას? კუთხურების მეფეს. კუთხურების მეფე იყო, კი ბატონო. კიდე ყავს? გიორგი სიჭინავა. გიორგი სიჭინავა, მართალია. მოკლედ რა ვიცი, რა ვთქვა, მე მგონი მქუხარე აპლოდისმენტები. ძალიან ბევრი იცის და ეს ასე რომ ვისხდეთ ახლა ჩვენ აქ ეს შეიძლება დილამდე გავაგზავნოთ. ძალიან დიდი მადლობა და შესანიშნავი კარიკატურები იყო ვახტანგ კუციას შესრულებით, ესეც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ვინ გასწავლა მითხარი ახლა ეს ფეხბურთელების ამბავი? მამამ გასწავლა? ხო. მამა აქ არის? ალა. სად არის? აქ არ მოსულა მამა? ალა. რატო? თამაშზე არის. თამაშზე ყოფილა მამა და ანუ ეგ უნდა დაარიგოს ყვითელი და წითელი ბარათები, წითელი არ გვინდა. საჩუქრები გიყვარს? ხო. მე გინდა რომ დაგასაჩუქრო მე შენ? მან ჩამომდან სპილზულ შოკოლადს, ან ჯელიბონს, ან ეთიალა. ანჩინ. მამა ესე იგი სადღაც რომ მიდის ჩამოაქვს შენთვის შოკოლადი, ან ჟელიბონი და ან იარაღი რამე? ხო. საოცარი ამბავი არის. აქ ვინ მოგიყვანა? ვინ არიან აქ შენთან ერთად მოსულები? ბაბა მომიყვანა. ვინა? ბაბა. დედა არ არის? დედა აქ. დედაც ყოფილა. დედა. ლექსები ვინ გასწავლა მითხარი ახლა? ბებიამ გასწავლა თუ დედამ ლექსები? მამა. მამამ ასწავლა? წამოვიდა. მამა, მოდი მოვიკითხო და აპლოდისმენტები დავაჯილდოთ. მამას მოკითხვა. ესე იგი, ეგ კაცი ყოფილა, რომელიც თამაშებსაც ჯის, ლექსებსაც ასწავლის ბავშვს, ინსტრუმენტებიც ჩამოაქვს, საჩუქრებსაც ისყიდულობს. მოკლედ, მამა ყოფილა ყველაფერი? ასეა? ხო. კარგი, მოდი ახლა ერთი რაღაცა გავაკეთოთ. საჩუქარი ხო გიყვარს შენ საჩუქრები? ხო. ამის გახსნის უფლება მარტო მე მაქვს და შეგიძლია მოხვიდე და აიღო ერთი ცალი საჩუქარი, რომელიც გინდა შენთვის. ამოარჩიე, რომელიც გინდა. მიდი. არაჩქარდე, ეგ გინდა? კი ბატონო. ოღონდ უნდა მანახო რა საჩუქარი არის ეგ? ვებხვი. აპლოდისმენტები ვებხვი ავირჩიეთ. ანუ საჩუქრები ახლა ამით რომ არ თავდება იცი შენ? ნახე, რა მაქვს შენთვის? აი ასეთი ზურგჩანთა. ეს არის ანდანასგან შენ საჩუქარი. ანდანა არის ქართული ზურგჩანთების მწარმოებელი კომპანია. აპლოდისმენტები. ეს საჩუქარი შენ. ხო მაგარია? ხო. ხა ამაში ჩაალაგებ, რამდენის გინდა იმდენი იარაღი, რა ვიცი, ეს დიდები შეიძლება არ ჩაეტიოს, მაგრამ პატარები, ეს. ესენი? კი, კაც ყველაფერი ჩაეტეო მაგაში. ესენი წაეტიო, მაგრამ. ხო, ჩაეტეო. ესენი. ამას ნადა ხელსაც
მოიცა რაღაცა ჩვენც დაგვიტოვე ხა ყველაფერი თუ წაიღე რა ვქნათ მე ჩვენც ხო გჭირდება რაღაცა ვიღაცას უნდა დაუძახო ახლა მე თუ იცი ვის უნდა დაუძახო ფაგიოს აპლოდისმენტები აი მოვიდა ფაგიო ჩვენთან და მოგიტანა აი ეს საჩუქარი შენ ეს იცი რა არის მოგეწონა ფაგიო როგორი არის ეს არის შიგნით საჩუქრებია ნახე რამდენი რაღაცეებია კიდე შიგნით შეგიძლია დაათვალიერო ეს არის ფაგების ნაკრები აქ იმისთვის რომ გაციება და ინფექცია არასოდეს მოგეკაროს დედამ იცის ფაგიო კიდე ვინ უნდა მოვიდეს ლოკომოკოს ლომი აი ასეთი საჩუქარი მადლობა აი ეს შენ აი მოგიტანა შენ მაყოფილი ხარ საჩუქრებით მოგწონს ლოკომოკო მოკლედ ზედმეტი რომ აღარ ვისაუბროთ ეს გახდათ მეხანძრე მუშა ფეხბურთის ჟამთა აღმწერელი ლაზარე ავაზაშვილი ძვირფასო მუსიკოსებო, ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ ახლა მე თქვენ. აბა თუ იცით მე რამდენი წლის ვარ? 30. 70. 20. 52. მე გახლავართ 49 წლის აპლოდისმენტები მე. კარგი, ჩემი თავი იქით იყოს და რამდენი წლის ხარ? 12-ის. 12-ის. შენ? მე 12-ის. იცით რა შეა საქმე? ამას რატომ გეკითხებით? იმიტომ რომ ახლა ვინც შემობრძანდება ჩვენთან სტუდიაში, 6 წლის კი არის, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ უკვე პროფესიონალი გახლავთ. აპლოდისმენტებით მივესალმოთ ჩვენ სტუმარს, მომღერალს ნინი ცეცხლაძეს. მოგძანდით. აი აქ დაბძანდით. დედა რა ლამაზი ხარ შენ, რა ლამაზი კაბაგაცო, ძალიან თვალწარმტაცი ხარ. მადლობა. ვაიმე შემოგევლე. ძალიან გიხდება ეს ყველაფერი. როგორ ხასიათზე ხარ მითხარი? კარგი. იცი რა მინდა გითხრა, შეიძლება შენთან ფოტო გადავიღო? კი. ხო, ოღონდ მე ის არ მითხრა რომ შემაწუხესო რა, ხო? ეს ხო შეიძლება მოიცა? ეს ფანები მოდიან აქ და ფოტოებს რომ ვიქნა. გამოვიდა? ჩხიკ, აკეთდა. მადლობა. ვაიმე. ეხლა რა მინდა გკითხო მე შენ რა. საიდან ჩამოხვედი შენ ჩვენთან? ქალაქ გორიდან. აპლოდისმენტები გორს. დიდი მადლობა რომ ჩამობდალი. შენ მღერი ხო როგორც ვიცი მე? დიახ. როდიდან დაიწყე სიმღერა? 1 წლის ვიყავი როცა მღეროდი და 4 წლის შევედი სიმღერაზე სტუდია ბგერების სამყაროში. მოიც, ეხა ერთი წუთით. აქ ეხა ეს ისე გაატარეთ საერთოდ თქვენ როდის დაიწყე სიმღერაო? 1 წლის. აქ ეხლა აპლოდისმენტები მიდის, ნახე. 1 წლის მღეროდა, წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ და ბგერების სამყაროში შევიდა იქ რომ მე შენ ხელა როდესაც ვიყავი, ბავშთა სამყაროში დავდიოდი, იცი? და საჩუქრებს ვაძლევდნენ ესე აი ესე დახუნძული გამოვდიოდი ხოლმე და შენ ბგერების სამყაროში იყავი და იქიდან ბგერები გამოგაქ ხო იქიდან ლამაზი ბგერები, შენსავით ლამაზი ბგერები. ვაიმე დაუკრათ ტაში რა არ შემიძლია. ეხლა მითხარი შენ მე 1 წლის რო იყავი, გახსოვს როგორი იყავი? კი, ფოტოები მაქვს. ფოტოები აქვს რა თქმა უნდა, ეგრევე მიპასუხა. მარტო ფოტოებით გახსოვს თუ ისე გახსოვს, აი 1 წლის რო იყავი და რო ბღეროდი? არა, რომ ღეროდი არ მახსოვს, მაგრამ ფოტოები მაქვს. ხო არა? მოგწონს შენი თავი 1 წლის რო იყავი ისეთი ფოტოები, რომ ის ფოტოებზე მოგწონს თუ ეხლა უფრო ლამაზი ხარ მითხარი? კი, მომწონდა. მოგწონს ხო შენი თავი? თქვათ ეხლა მე როდესაც შენი ასაკის ვიყავი, მაშინ ბაღში დავდიოდი. ო და მეკითხებოდნენ ხოლმე რა ჭამეო საერთოდ და ეხლა მე შენ რა უნდა გკითხო თუ იცი? შენ კარიერაზე რას ფიქრობ? არ ვიცი ეგ რა არის. კარგი. ალბომის ჩაწერას ხომ არ აპირებთ? კი.
რავი, ძალიან კარგი იქნება მე მგონი. რაღაც უცნაურ სიტყვებს ვამბობ, ხო? კარიერა, ალბომი, რაღაცები. რაღაცა უშნო შეკითხვებს. ძალიან ლამაზი რო ხარ, ამაზე ხო შევთანხმდით ჩვენ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი თაყვანისმცემლები გეყოლება, შენ ასეა? ბახში მთხოვეს ხელი. ბახში რაო? მთხოვეს ხელი. ბახში მთხოვეს ხელიო? რას მეუბნები? მამა აქ არის? კი. მამა მიცოდა ეგ ამბავი? კი. მომიყევი ეგ ამბავი, მომიყევი ერთ შენეგრა, როგორ მოხდა ეს ახლა მითხრა? ადრე ბახში მოვიდა. თავისი დედა შემოვიდა ეგ. მე ბეჭედი გონდა, ვეღარ ითმენდა და რომ უნდა რომ მომცემდა. მოიცა, ვიღაცა ბიჭი მოვიდა ბაღში, რომელსაც უნდა შენი ხელის თხოვნა და მოგიტანა ბეჭედი? ხო. თან დედასთან ერთად მოვიდა? დედასთან ერთად მოვიდა. ისე ვერ გაგიბედა? მოერიდა? ვაიმე, როგორი ბიჭი? სად არის ახლა ის ბიჭი? ჩემზე პატარა იყო ცოტათი და ბახში დატოვეს. ბახში დატოვეს. ხო. იმედია ცუდი საქციელის გამო არ დატოვეს ბახში, ანუ კარგად იქცეოდა ადამიანი, წესიერად მოქცეულა, მშობელი მოუყვანია, ხელი უთხოვნია. რა ქვია იმ ბიჭს? ავთო, დაუკრათ ტაში ავთოს. მოვიკითხოთ ავთო, ყოჩაღ ავთო, კარგი ბიჭი ხარ ძალიან შენ. გორში ესე იგი ბახში ავთო არის ერთი. ასე დადის ხელს თხოვლობს შესანიშნავი ადამიანი არის. ძალიან მომეწონა მე. ბახს მორჩი ახლა შენ და უკვე სკოლაში მიდიხარ? თუ ხარ უკვე სკოლაში? მივედი უკვე. პირველ კლასში ხარ უკვე შენ? კარგია სკოლა? ისე რა. რატო რა არ მოგწონს? არა. იქ რატო ალბათ რომ ხელს რო არ გთხოვენ, იმიტომ არ მოგწონს ხო სკოლა? იქაც ბეჭდები არ მოვაქვთ ხო ჯერ? არა. იქ ხო არ გაბრაზებენ სკოლაში მითხარი? ისე რა. გაბრაზებენ ხო მაინც ვიღაცა იქნება. მაგიტო არ მოგწონს, ვინ გაბრაზებს და ვინ გაბედა მითხარი ახლა მე გამბავი. ვინ გიბედავს შენ რო გაბრაზებს? ადრე გავაბრაზა. ადრე გაგაბრაზა? რა გიქნა, თმებზე მოგწიწკნა? აბა? ცუდი სიტყვა მითხრა. ცუდი სიტყვა გითხრა? ეგ არ მომეწონა. დარწმუნებული ვარ ახლა ნანობს ამას. და აუცილებლად გამოასწორებს და მოვა და მოგიბოდიშებს დარწმუნებული. ხო მართალია, ხო ასე იქნება? კი ბატონო, ასე იქნება. მარტო მღერი შენ თუ უკრავ კიდეც? ფანდურზე და უკრავ ხოლმე. ფანდურზე დაკვრა იცი? აპლოდისმენტების ღირსია ეს ამბავი? რომ მოვიდე ხა შენთან სტუმრად, შეიძლება რომ ფანდურზე დამიკრა? კი. აუ რა მაგარი იქნება შენთან სტუმრობა, ერთი სული მაგ. თუ გინდა ისე დამპატიჟე, ყავაზე მაინც დამპატიჟე, შეიძლება რომ დამპატიჟო? კი. შეიძლება შემოვიარო? კი. იცი ყავის კეთება? კი. რა, მართლა იცი ყავის კეთება? კაი, არ მომატყო მართლა? როგორ აკეთებ ყავას? წყალს ვადუღებ. ყავას მოიცა, წყალს სად ადუღებ? ჩაიდანში. ჩაიდანში ადუღებ? საოცარი აპლოდისმენტები, ჩაიდანში დუღდება წყალი. მერე ყავას ჩავყრი ჭიქაში. ჭიქაში, ხო? მერე კოვზით ყრი ჭიქაში თუ ესე იღებ და ხელით ყრი ყავას, როგორ აკეთებ? კოვზით რა თქმა უნდა, ხო? ეს მე ვარ უზნეო, ხანდახან მევყრი ხოლმე ეგრე, ხო? მერე შაქარს ჩავყრი ხოლმე და შაქარს ყრი? გიყვარს შაქარი შენ? კი. კაია შაქარი? ხოლმე მივეპარები ხოლმე და ვჭამ. ხოლმე მიეპარება ხოლმე და ჭამს შაქარს ხოლმე. ხო არ გიმალავენ შენ ტკბილს? არა. არა? რაღაცა იქით ისე იყურები შენ რო რაღაცას, ჰა? არა. არ გიმალავენ? კარგი. მერე ადუღებულ წყალს ვას ხო ჭიქაში. და მზად არის ყავა? კი. აპლოდისმენტები. მოიცა, მორევა არ უნდა? ხო. მორევა. ეხლა შენ არ მითხარ რომ ჭიმაში ყავაში ჩახედვაც იცი? არა. კითხაობა ხო არა? არა. ხო, არა. კარგი. ვისთან ერთად მობრძანდი დღევანდელ დღეს? დედასთან, მამასთან, ჩემ მუსიკის მასწავლებელთან და ჩემ ბებოებთან. აჰა, აპლოდისმენტები, რამდენი ადამიანი მობრძანებულა აქა? ყავის მოდუღება ვინ გასწავლა? დედამ. შესანიშნავია დედა, ბრავო, დაუკრა ტაში დედას, გადასარევად უსწავლებია ყავის დამზადება. დედა ან მამა მღერის? მამასგან ვისწავლეს სიმღერა. მამასთან ერთად ვღეროდი ხოლმე. დედა რა მაგარი ამბავია ეგ. თქვენ მღეროდით და ღიღინებდით თურმე ბავშვთან ერთად, ასეა?
კი, ლაპარაკი არ იცოდა, მაგრამ ახერხებდა რაღაცას თავის ენაზე, ესე ვთქვათ და მღეროდა და რო შევატყეთ, მე ერთად გადავწყვიტეთ მე და ჩემი მეუღლე მიგვიყვანა, როცა გაიზარდა უკვე მასწავლებელთან. დღეს რაღაცა უნდა გვიმღერო შენ? ნამდვილად? რა უნდა გვიმღერო? დედაზე სიმღერა. დედაზეა სიმღერა? რა ქვია სიმღერას თვითონ? შენ ღიმილის დედა ხარ. შენ ღიმილის დედა ხარ. ეგ რუსუდანსების კვერაძის სიმღერა ხო არ არის ეგა? კი. ნამდვილად ეგ არის, მაგრამ ეხლა უყურე, სანამ სიმღერაზე გადავალთ უშუალოდ. ნახე რა არის აქ. ამოირჩიე, აბა, შენ გჩუქნი, ამოირჩიე ერთი სათამაშო, რომელიც გინდა. ეს გადაწყდა? კი. გვიმღერებ? კი. ნამდვილად? კი. უნდა მოვისმინოთ სიმღერა ნინი ცეცხლაძის შესრულებით. აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები. შესანიშნავი შესრულება იყო სიმღერის ეს თქვენ საჩუქრად. ნახე როგორიანინი. ეს არის სპეციალურად შენთვის საჩუქარი ანდანასგან. ეს გახლავს ქართული ზურგჩანთების წარმოებელი კომპანია. აი ეს შენ. აპლოდისმენტები. დიდი მადლობა
ბენდს აუცილებლად უღრმესი მადლობა პატივცემულებო. ეხლა საჩუქრები ამითი არ სრულდება. ჯერ მოემართება ჩვენთან ჰაგიო. აქ არის ფაგების ნაკრები, იმისთვის რომ არანაირი გაციება და არანაირი ვირუსი არ მოგეკაროს. დედამ იცის ფაგიო. და ახლა ვინ მობრძანდება? ლოკომოკოს ლომი. აი ეს საჩუქარი შენ. უხარი აპლოდისმენტებით მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი ყურთასმენა დაატყო ნინი ცეცხლაძეს. ძვირფასო მუსიკოსებო, თქვენ თან სიარული შეგეძლიათ და თან დაყვრა, ხო? დიახ. გაგიჟდება ადამიანი, კაცო. ადრე ისე იყო, რომ ბავის შეეძლო ადამიანს მხოლოდ ეცეკვა ან ემღერა. და ეხლა კიდე ესეთი თაობა წამოვიდა, რომ თან ცეკვავენ და თან მღერიან. წარმოგიდგენიათ ეგეთი ამბავი? თუ ვერ წარმოგიდგენიათ, ახლავე განახებთ. მივესალმოთ ჩვენი სტუმარია დემეტრე კუკავა. და დემეტრე მობრძანდი შენ? მობრძანდა დემეტრე მობრძანდა, აპლოდისმენტები დემეტრეს. შენ ისეთი სახელი გაქვს, რომ აი მეტი რომ არ შეიძლება ისე შეეფერება ჩვენს სამეფოს. დემეტრე, ნამდვილი სამეფო სახელი ქვია შენ. როგორ ხარ? კარგად. საიდან ჩამოხვედი მითხარი ახლა შენ მე? ხობის რაიონის სოფელი ხამისქორიდან. შესანიშნავი ადგილიდან ჩამოხვედი შენ, დიდებული ადგილიდან. რადგან კუკავა ხარ შენ? საკუკაო და იქ არის ხო? საკუკაოც არის ხო იქა? საქირიოც იქვე არის ხო სადღაც? და როგორი ადგილიდან მობრძანებულ ადამიანი. შენ პირველად ხარ თბილისში? არა. არა? იყავი მანამდეც? კი, პატარა რო ვიყავი მაშინ. ხო, პატარა რო იყო მაშინ იყო კაცო, ეხლა დიდია უკვე და. ახლა 6 წლის ვარ. 6 წლის არის კაცო. შესანიშნავი ამბავია. ჯერ ბაღში ხარ თუ სკოლაში წახვედი უკვე? სკოლაში წავედი. სკოლაში წახვედი? კარგია სკოლა? კი. იქ ბევრი მეგობრები ყავს სკოლაში? კი. კი ბატონო, მეგრული იცი? კი. მართლა? კი. ეხა რაში იცი საქმე? მე ვარ მეგრელების სიძე. ხო და შეგიძლია რამე მასწავლო რომ არ შევრცხო იქა? ჭირდება რომ რაღაცა, რომ მასწავლე რა რამე? მამგარბოშმორეკ, მოიცე, ჯერ პირველი კაცა. მამგარბოშმორეკ. მამგარბოშმორეკ. რა არის ეგა? მე მაგარი ბიჭი ვარ. ვარ. შესანიშნავი ამბავი. ესე უნდა უთხრა იქა და მიმიღებენ, ხო ეგრევე, რო კარგი ბიჭიო. შესანიშნავი ამბავი. სხვა რამე? კიდე მასწავლე რა უთხრა კიდე? როგორ მოვაწონო თავი მითხარი? ცეკვა სიმღერა მიორს. რა რიგა? მე ცეკვა სიმღერა მიყვარს. მე ცეკვა სიმღერა მიყვარს ნამდვილად და მადლობელი ვარ შენი ესე იგი გაკვეთილისა ეხლა. შენ სიმღერაც შეგიძლია და ცეკვაც? ორივე კი. კარგი რას მეუბნებ. არ მატყუებ? არა. რომელი უფრო გიყვარს მითხარ? მე უფრო ცეკვა მიყვარს. უფრო ცეკვა გიყვარს. რომელი უფრო მაგრა გამოგდის, ცეკვა თუ სიმღერა? სიმღერა. სიმღერა გამოსდის უფრო უკეთესად თურმე ბატონო. შენ რა მითხარ იცი? ვინ გასწავლა ეხლა სიმღერაც და ცეკვაც, რა ვიცი, ვინ გასწავლა სიმღერა? სიმღერა მე თვითონ ვისწავლე. შენ თვითონ ისწავლე? ხო. სახში ვინმე მღერის შენთან? კი, მამა ჩემი. რაღაცაში იქნებოდა საქმე, მივხვდი მე, კარგად მღერის მამა? კი. რა სიმღერებს მღერის მამა და შენ რომელი მოგწონს მითხარ? მამა ჩემი მღერის მეგრულს. რა თქმა უნდა. ხან ქართულსაც. კი ბატონო, შენ მითხარი რომ შენ იცი მეგრული სიმღერა რომელიმე? წამიმღერებ, აბა რომელი იცი? მითხარი? ჩკემგურიში მაჟირხოლი, შვაშკანაშავა პურინა, ჩილამური დეფშაგურით, ვამომცა მალიუარინა.
ვამამცამალი ვარინა შესანიშნავ რა მაგრად მღერი შენ რა მაგარი ვინმე ხარ შენ აი შენ თვითონ რო ისწავლე ახლა მე მგონი იმიტომ მღერი ასე მაგრად რა შენით ნასწავლი რო არის ცეკვად შენით ისწავლე ცეკვა კი ეგ როგორ მოხდა მითხარი სახში ცეკვავს ვინმე არა ეხა შენ ან ცეკვაზე ან სიმღერაზე დადი ხარ მე ცეკვაზე დავდივარ სად დადი ხარ ხობში ქართული ცეკვებია ეხა თუ თანამედროვე რომელი არის ქართული შენი საყვარელი ცეკვა რომელი არის რომ მითხრა დავლური დავლური უყვარს ბატონო შესანიშნავი არჩევანი გემოვნებაც კარგი გქონია შენ მინდა გითხრა ესე იგი შენ მღერი ცეკვავ და ხარ მეგრელი შოუმენისთვის აბსოლუტურად ყველაფერი გაგაჩნია რა კი ნამდვილი так როდესმე კონცერტი ან რამე არ ქონია არსა კი ზოგიერთ სახლში ვაწყობ კონცერტებს ბილეთებს ყიდი კი მართლა ესე იგი მარტო შოუმენი არა შოუ ბიზნესიც გამოსდის ადამიანს შესანიშნავად ფასი რა აქვს ბილეთს შენთან ერთი ბილეთი 3 ლარი და ორს თუ იყიდი 5 ლარად მოგწია ეს უბრალოდ ბიზნესი კი არ არის ეს არის ჭკვიანი კაცის ბიზნესი და ეს არის დასაფასებელი პატივცემულება და არ ვარგო და ექტაში კიდე მეტი ეკუთვნის ოჩახშე ესე იგი შენ ხარ შოუ ბიზნესის ვარსკვლავი ძალიან მომწონს ეგ ამბავი რასაც შენ აკეთებ და აი არ ვიცი საერთოდ ძალიან მომეწონე რომ მოხვედი შენ აქ და ვარ უბედნიერესი ამითი მინდა გითხრა აი ახლა ერთი მაგარი იდეა მაქვს აი ახლა ხალხი არის და ფული რო ავაგროვო ბილეთების გამოვართვა ბილეთების ფული კი შეიძლება ხო კარგი შენ ვისთან ერთად მოხვედი დედასთან ერთად, დეიდაშვილებთან ერთად და დეიდასთან ერთად. შეგიძლიათ ხელები აწიოთ, რომ დამენახოთ რომლები ხართ ხო? აი, თქვენ ბილეთის ფულს არ გამოგართვით. დანარჩენებისგან ავკრიფო ხო? შემიძლია უკვე და კი ხო? კი. კი ბატონო. გადაწყვეტილი ამბავი არის, მე მოგართმევთ თანხას, როდესაც რო ავკრებ მე, კარგი? კაი. უნდა გვიმღერო რამე? კი, მიამორე. მიამორე. ეგ მიამორე ის არის ევროვიზიაზე რო მღეროდნენ ესპრესო მაკიატო ის ესტონელი რო მღეროდა გაასაგებია აი ეს სიმღერა შენ როგორ აღმოაჩინე რატო გადაწყვიტე მაინტერესებს ჯერ TikTok-ზე ნახე და მე გავიგე რომ ევროვიზიაზე გაიმარჯვა და მე ეს სიმღერები ხა შენ TikTok-იდან ისწავლე ეგ სიმღერა ხო მართლა შენით ჩემით ნუ არ ვიცი ხა აი რა ვთქვა არ ვიცი მოძრაობები იყო მაგარი და იქ სიმღერა შევარჩია ესე იგი მარტო სიმღერის ამბავი არ ყოფილა ცეკვაც ყოფილა ეხა რომელიც მოეწონა ხო ეგრე გამოვიდა ძალიან მაგარი გადაწყვეტილება მიყოლა ერთი სული მაქვს ვნახო შენი შესრულებით ეგ ნომერი მაგრამ ყურე ოპ მოდი და აირჩიე ერთი სათამაშო რომელიც გინდა შენ მიდი აი ავირჩიეთ შესანიშნავი ამბავია სანამ უშუალოდ სიმღერაზე და ცეკვაზე გადავალთ პატივცემულო ვინმე ხო არ უნდა მოვიკითხოთ იქ ხობში ჩვენ კი ჩემ მასწავლებლებს მოვიკითხავ ჩემ კლასელებს მოვიკითხავ ბაბუსაც მოვიკითხავ აუცილებლად მამასაც მოვიკითხავ და ბებიებსაც მოვიკითხავ მეც მოვიკითხავ აბსოლუტურად ყველას ვინც დემეტრემ ჩამოთვალა ერთი სათხოვარი მექნება აქ დამსწრე საზოგადოებასთან და რა თქმა უნდა ტელემაყურებელთან. ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ დემეტრე კუკავა. ეს ადამიანი სულ ცოტა ხანში ნახავთ თქვენ რა სიმაღლეებს მიაღწევს. აბა, შენიცი და შენმა ნომერმა ჩემო პატივცემულო. დავიწყოთ? დიახ. აია.
espresso macchiato. Milagro fra privati, with 24 carati. Alfa mica saperi grandioso. Mi mani numeroso, a volte grande croco. With wine setting like mafioso. Mi amore, espresso macchiato, 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 por favore, espresso macchiato con mi amore, espresso macchiato, 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 por favore, espresso macchiato, espresso macchiato. Bravo! Bravo! საოცარი ნომერი, რა მაგარი იყო. ვაიმე, რა მაგარი იყო და აპლოდისმენტები მეტი. დემეტრეს საოცარი ამბავი იყო, რა თქმა უნდა. ბრავო დემეტრეს! და ძალიან დიდი მადლობა ლევან ახვლედიანის სტუდია art dance-ის მოცეკვავეებს, აპლოდისმენტები. ეს საჩუქარი მოცუნცულდა ანდანასგან პირდაპირ დემეტრესთან. ეს შენ, ნახე როგორია ჩვენი ფეხბურთელები არიან. მამადა არის, ხოჭორა არის. ანდანა არის ზურგჩანთების მწარმოებელი ბრენდი. ხო კარგი რამეა ესა. აპლოდისმენტებს იმსახურებს. კიდე გვინდა საჩუქარი რა. ხო შეიძლება? მაშინ ფაგიოს დაუძახოთ? კი. ფაგიო! აგებ აი ფაგების ნაკრები შენ იმისთვის რომ კიდე საინტერესო ფაგების გარდა კიდე სათამაშოებიც არის გაერთობი ეს იმისთვის არის რომ არანაირი გაციება და არანაირი რა ინფექცია რო არ მოგეკაროს შენ დედამ იცის ფაგიო და 3-2-1 ლოკომოკოს ლობი ეს საჩუქარიც დემეტრეს ლოკომოკოსგან კმაყოფილება გვაქვს? კი, კმაყოფილები ვართ და ჩვენ კიდევ ისეთი კმაყოფილები ვართ მეტი რომ არ შეიძლება, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის პატარების სამეფო სტუმარი გახდათ დემეტრე უკავა. ჭირი იქა, ლხინი აქა. არა, მოდით სხვანაირად ვიტყვი. ლხინი იქაც და ლხინი აქაც. ერთ კვირაში შევხვდებით პატარების სამეფოში.